26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღენიშნება. ქვეყნის მასშტაბით ტარდება სამხედრო აღლუმები, კულტურული ღონისძიებები, კონცერტები და სხვადასხვა საზეიმო აქტივობა. ეს დღე გვახსენებს იმ ადამიანების თავდადებას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს. 2026 წელი ასევე უკავშირდება საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ქვეყანას ქრისტიანობის მიღებიდან 1700 წელი უსრულდება. ტელეკომპანია მეგატივთან ქუთაისში ამ დღეს დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ელეონორა გოგოლაშვილმა. ქალაქში უკვე გამოიფინა როგორც საქართველოს დროშები, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სიმბოლიკები, ქრისტიანობის 1700 წლის თავისადმი მიძღვნილი სიმბოლიკები და უკვე აქტიურ ფაზაშია მზადება შესული დღევანდელი ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ჯიტას და თავდაცვის ძალების ორგანიზებით ტარდება ჩვენს ქალაქში. შუა დღეს 12 საათიდან ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცენტრალურ ბულვარსა და აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, საბავშვო აქტივობები, ვორქშოპები თუ პერფორმანსები. ფალიაშვილის გამზირზე იქნება გამოფენილი თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა. 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება ტრადიციულად საქართველოს ჰიმნი, ჩვენი იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით და 7 საათზე ყველაფერი დასრულდება კონცერტით, ასე რომ გელით ყველას რომ აღვნიშნოთ ჩვენი ეროვნული უმთავრესი დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.